მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნიკო შოშიაშვილი გახლავართ. Თანამედროვე პერიოდს უწოდებენ პროპაგანდის პერიოდსაც, ის მე-20 საუკუნიდან მოდის, ადამიანის ფსიქოლოგიური მართლობის პერიოდს, თუ კი აქამდე გარკვეულწილად კი იყო იდეოლოგია ყოველთვის, მაგრამ უფრო ძალისმიერი და უხეში მართვის ფორმები იყო. მე-20 საუკუნეში ეს დაიხვეწა, უფრო ესეთი გახდა, ფარული გახდა, მაგრამ ამავე დროს უფრო ტოტალურის გახდა. ჩვენ ვიმართებით რამოდენიმე ფაქტორით, კოგნიტური, ფსიქოლოგიური, არსებობს სხვადასხვა ნიღაბი, ესე ვთქვათ, პოლიტიკური და სოციალური, არქეტიპული ნიღაბი, რასთავარია, რაზეც იუნგი საუბრობდა და იმისთვის რომ საკუთარი თავი დავიცვათ, ბუნებრივია ყველა ფსიქოლოგი ვერ გავხვდებით, მაგრამ რაღაცა ანი-ბანი უნდა ვიცოდეთ ამ საკითხზე, რომ ვიყოთ უფრო დაცულები. სწორედ ამიტომ მოვიწვიე ჩემი კოლეგა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი უსუფე ბიწაძე, მადლობა სტუმრობისთვის. და დღეს ვისაუბრებთ სწორედ აი ამ ფსიქოლოგიურ გავლენებზე, პოლიტიკურ გავლენებზე, როგორ ხორციელდება გარკვეულწილად ეს манипуляция ადამიანის ცნობიერების და როგორ ხდება ზოგადად ფსიქოლოგიური, მოდი ესე ვთქვათ, მართვა საზოგადოების. პირველ რიგში კვლავ მინდა მადლობა გადაგიხადო რომ მოხვედი და მინდა დავიწყო ესეთი იმით ჩვენ საუბრობდით გადაცემამდე არსებობს რამოდენიმე თეორია არსებობს ფროიდის თეორია არსებობს იუნგის თეორია და არსებობს ესეთი იუნგიანური თეორია პერსონას თეორია არსებობს რამოდენიმე არქეტიპი და ადამიანები თავს ასაღებენ რაღაცა ანჯდებიან ამ არქეტიპებზე მოდი ერთი-ორი სიტყვით ვისაუბროთ რა არის ეს პერსონა ნიღაბი ესე ვთქვათ და ეს ჩვენ მარტო თეორიებზე რო არ ვისაუბროთ ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში ეგ როგორ არის გამოხატული კი ბატონო პირველ რიგში მოგესალმები ჩვენს მაყურებელს თქვენს მაყურებელსაც მივესალმები დღევანდელ დღესაც მიულოცო 6 მაისი იორგობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თემა არის ისეთი რომელიც ასე ვთქვათ გარკვეულწილად ყოველდღიურობაში შეიძლება იყოს გამოსადეგი ჩვენი ასე ვთქვათ მაყურებლისთვის იმიტომ რომ ისინი არიან ამომრჩევლები და შესაბამისად პოლიტიკური манипуляციაც დროსთან და სისტემასთან ერთად და ტექნოლოგიებთან ერთად თავისთავად იზრდება. ამისთვის აუცილებელია და როგორც აღნიშნე აბსოლუტურად მართებულად და სწორად, რომ აუცილებელია ფსიქოლოგიური გარკვეული ასე ვთქვათ კონტურები გქონდეს ჩვენ თავში მოხაზული, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ ჩვენი თავის რეპრეზენტაციას ერთის მხრივ, არა მხოლოდ არჩევნებში ზოგადად ინტერპერსონალურ ურთიერთობებში ასე ვთქვათ პოლიტიკოსებთან და არა მხოლოდ და მაგის გარდა სწორი არჩევანი გავაკეთოთ იმისთვის რომ რაღაცა ასე ვთქვათ ბაზისი შეიქმნას. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ თემას რომელზედაც ჩვენ გვინდა ვისაუბროთ, ეს არის ასე ვთქვათ მეტად კომპლექსური თემა და მოდი სამ ასე ვთქვათ განსაკუთრებულ ავტორს გავყვები ამ საუბრის დროს. პირველი ეს არის რა თქმა უნდა ფროიდი, რომელიც დღემდე ითვლება და სამართლიანადაც მიუხედავად იმისა რომ გარკვეული ფროიდის ასე ვთქვათ გარკვეული რაღაცა თეორიები ანულირებულია და დაიხედა რა თქმა უნდა დროსთან მიმართებაში ანულირებულია და მართლაც სამართლიანად არის ანულირებული ანუ გაბათილებული გარკვეული თეორიებით და ასევე იუნგის თეორია რომელიც ასევე შეიძლება ითვალისწინებდეს გარკვეულ სახით ასე ვთქვათ გადაფასებას. ახლა მოდი დავიწყოთ ფროიდით და რა თქმა უნდა შემდგომ თანამედროვეობაში რო გადმოვიტანოთ ძალიან საინტერესო ავტორი არის კანადელი მეცნიერი პეტერსონი ვინც იცნობს ასე ვთქვათ ფსიქოლოგიას და ზოგადად არ არსებობს რომ ეს პიროვნება თავისი ეპატაჟნიკობით, თავისი ინტელექტით არ იყოს ასე ვთქვათ ცნობილი. YouTube-დან ალბათ ძალიან ბევრმა იცის. დიახ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მოგებიც აქვს და პოდკასტიც. კი. მოდი გავყვეთ ახლა ფროიდიანულ ასე ვთქვათ, მე შევეცდები რომ მაქსიმალურად ახსნა ისეთ ენაზე რომ ყველასთვის იყოს გასაგები, იმიტომ რომ შეიძლება არ იყოს ფსიქოლოგი დაუშვათ და ეს ტერმინოლოგია და რაღაცა არ იყოს მისაღები, გასაგები ასე ვთქვათ ყველასთვის. ფროიდიანულში მოდი გამოვყოთ რომ პოლიტიკური ნარატივიც გამოვკვეთოთ კარგად მთელი ამ დიდი 30 წლეულის განმავლობაში მე ასე დავარქმევდი ამას ამ 90-იან წლებიდან დღემდე მაყოლებულს და ეს თეორია ჩემი არ არის ასე ვთქვათ არსებულ თეორია რომელიც მანამდე არსებობდა სხვადასხვა გამოწვევებით და ფროიდთან ეს არის სამი შრე სიღრმისეული ფსიქოლოგიის ხო ეს არის პირველი რა თქმა უნდა დავამატებ აქვე რომ ეს შრეები ზოგისთვის ცოტა ცინიკურად გაგებული თემებია მაგრამ ვალიდური თემებია და ვალიდური თეორია რომელიც დღემდე აქტიურად მუშაობს ყველა არა მარტო ფსიქოანალიზში არამედ სხვა ასე ვთქვათ ფსიქოლოგიურ მიმდინარეობებში ეს არის პირველი ეს არის ეგოს ლოგიკა ანუ მეცნობიერის ეგრეთ რომელიც თანაარსებულია მეცნობიერთან მეორე ეს არის სუპერ ეგოს რომელიც
საზოგადოებისგან მიღებული კონკრეტული გამოცდილებებია, მაგალითად ოჯახი, აქ სკოლა რაღაცა, მორალი და რაღაც რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია მაგ საკითხებზე, მორალზე, მორალის დარაჯია შეიძლება ვთქვათ და მესამე ეს არის თვითონ იდი არაცნობიერში არსებული, რომელსაც აი იმადგან განსხვავებით ეგ მორალი არ ახასიათებს და საერთოდ არც აზროვნება არ ახასიათებს, ასე ვთქვათ, თანმიმდევრულად, რო ვთქვათ. ეხლა ერთ ამ ფროიდთან მიმართებაში იუნგის საკითხს შემოვიტან, როგორ გაიგება, ასე ვთქვათ, თვითონ იდეა, როგორც ამ იდის იდეა, ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, არაცნობიერში არსებული იდის. თუ გაგიგიათ, ასე ვთქვათ, არის ეგეთი იუნგის ძალიან კარგი ნაშრომი, რელიგია და ფსიქოლოგია და ამ რელიგია და ფსიქოლოგიაში ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი თავი არის, ეგეთი თავი არა. მახალი ტექსტია, სხვა ტექსტი, პასუხი იობს. კი. პასუხი იობში იუნგი ლაპარაკობს, ეს არ არის ახლა ეკლესიისთვის არ არის, ასე ვთქვათ, მისაღები, რა თქმა უნდა, მაგრამ ლოგიკურად რო დააკვირდე, კარგად ხსნის, რას ნიშნავს არაცნობიერი. და მე წავიდეთ, ასე ვთქვათ, ჩვენთან როგორ მუშაობს ეს უშუალოდ პოლიტიკაში. ესე იგი, არაცნობიერი ის ხსნის, იუნგი ხსნის, რომ ესე იგი ეს იახვე, რომელიც ღმერთის, ასე ვთქვათ, პროტოტიპად არის, ხო? ჩვენ ვიცით ეს ძველახმაში. იახვეს არ აქვს, ასე ვთქვათ, იახვე არის აბსოლუტური არაცნობიერი. მას არ აქვს ის განცდები, რომელიც შეიძლება კონდეს ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, კეთილ ღმერთს, ეგრეთ წოდებულად, ხო? ანუ რა იგულისხმება აქ? ის იგულისხმება, როცა ეშმაკსა და ასე ვთქვათ, იახვეს შორის ეგრეთ წოდებული ფაუსტის ლოგიკაც აქედან მოდის, ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების თემა დაისვა, დაუშვათ, ეს იობი, ეგრეთ წოდებულად, ასე ვთქვათ, მთლიანობაში იყო მოყვარე იახვეს ღმერთის, თავის ღმერთის, უღალატო და ყველაფერი რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა კაცს, მან ეს შეძლო. მიუხედავად ამისა, იახვე მის აბსოლუტური სიმკაცრით დასაჯა. აბსოლუტური სიმკაცრით. ანუ მას არ ქონა განცდა, რომ ეს ადამიანი უნდა შეეცოდებინა, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად მას არ ჩაუდენია ისეთი რაღაცები, რომელიც ასე ვთქვათ, მას მისცევდა იმის შესაძლებლობას, ასე ვთქვათ, შური ეძია. მაგრამ მანით გააკეთა და საბოლოოდ, ასე ვთქვათ, მთელი სიმკაცრით დასაჯა. რა არის ცნობიერის ნაწილი, აი ეგოს ნაწილი უკვე. ეგო, ესე იგი, არაცნობიერის გაცნობიერება მოხდა, იახვეს გაცნობიერება მოხდა მას შემდეგ, როცა იახვე კაცში განკაცდა. ასე ვთქვათ, ქრისტეში განკაცდა. ეს არის ქრისტე არის პროტოტიპად, ასე ვთქვათ, ამ მთელ ამ ნაშრომს გაზდებს ლაიტმოტივად, ქრისტე არის პროტოტიპად, ასე ვთქვათ, ცნობიერებისა. და როცა გახდა იახვე ცნობიერი ქრისტეს განკაცებით, ხო? როცა გახდა ცნობიერი, მაგის შემდგომ დაინახა მან კაცის გული, რომ არ უნდა, ასე ვთქვათ, აპოკალიფსები არ უნდა მოაწყოს, არ უნდა მოუწყოს ინდივიდუალური რაღაცები, მოკლედ რაც გაუკეთა, ასე ვთქვათ, იობს. მოდი ახლა გადმოვიდეთ, სავარაუდოდ გავიგეთ არაცნობიერის ლოგიკა. თვითონ ეგოს ლოგიკა გავიგეთ ასე, რომ ეს ეგო არის ის, რასაც ჩვენ ვაცნობიერებთ აქ და ახლა, მეორე შეიძლება მას მიუსადაგოთ ცნობიერი მე და სუპერეგო, რომელიც ჩვენ ვილაპარაკეთ. ეხლა რაც შეეხება თვითონ იუნგის ნიღბებს. რა არის იუნგის ნიღბები? ეს არის სოციალური ჩარჩო, რომელიც მიღებული არის გარკვეული, ასე ვთქვათ, ფორმაციის შედეგად, ხო? იგივე რაც არის ზემე. სუპერეგოს მსგავსი, აბსოლუტურად. ზემე, ეგრეთ წოდებული ზემე. სუპერეგო, რომლის მისი ელემენტი ფსიქიკაში, ასე ვთქვათ, ეს სტრუქტურა არის ზემე, ეგრეთ წოდებულად, ხო? თუ არის მე, მაგალითად ცნობიერი, ზემე არის სუპერეგოს, ასე ვთქვათ, ის ელემენტი, რომელიც მას ამუშავებს. ზუსტად ერთი და იგივე არა, იმიტომ შევადარეთ ეს ერთმანეთს, ხო? რაც შეეხება პეტერსონს, ახლა პეტერსონის ლოგიკას რო გადმოვიდეთ და მე ასეთ ნელ-ნელა ჩავშალოთ თემა და კითხვას რო ექნება, შეგვიძლია გავიაროთ. ეს პეტერსონს აქვს ძალიან საინტერესო დაკვირვება ამ მეფე ლომზე, თუ ეგ ფილმი ყველას მულტფილმი ყველას ეცოდინება, სადაც საუბრობს პეტერსონი, რომ ესე იგი სიმბა დაიბადა ცნობიერების სივრცეში, მზის სახით. ხო? ესე იგი ის პირველი მისი დაბადება უყურებს მზეს, მზე არის ასე ვთქვათ ამ ფილმის საწყისის და დასასრული, თავარი, ერთ-ერთი თავარი. და იქ არის ერთი ესე ბედუინი, ხო? უბრალოდ მაიმუნი გურუ, ხო, ეგრეთ წოდებული გურუ, რომელიც პროტოტიპია თვითობის. ეხლა თვითობა რა არის, რომ გავამარტივოთ ეს საკითხიც, ხო? თვითობა არის ის, რასაც ეს არის ავთენტური მე, ეგრეთ წოდებული, მე რო ვიცი რომ მე ვარ. ავთენტური მე ეგრეთ წოდებული თვითობა. მაგის გარდა ამ თვითობას აქვს პირდაპირ იუნგის არქეტიპული დატვირთვა. ის ზის ხეზე ეგრეთ ცხოვრობს ხეში, ეგრეთ წოდებულად, ამ ხეში, რომელიც არის სიბრძნის და კოლექტიური არაცნობიერის, ასე ვთქვათ, ლოგიკა. რა არის კოლექტიური არაცნობიერი, ახლა შევეხოთ არქეტიპები აქედან მოდის. აი მაგალითად იუნგი ამბობდა, რომ არაცნობიერი არის ინდივიდუალური, მაგალითად მე რაღაცის მჯერა დაუშვათ, ხო? ჩემ არაცნობიერში რაღაც ვერ ვაკონტროლებ, ცნობიერის მიღმა რაც არის. მაგრამ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც ჩემი კი არ არის ინდივიდუალურად, მთელი კაცობრიობის არის. თავის მითებით, თავის რაღაცეებით, რა. ეს არის კოლექტიური არაცნობიერი იგივე არქეტიპები, რომელზედაც ჩვენ ასე ვთქვათ, რომელსაც მიყვება ეს თემა.
ეხლა საით რატომ წამოვედით აქ პეტერსონთან ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ხო? იმიტომ რომ ესე იგი ეს მაიმუნი ეუბნება სიმბას, რომ არსებობს რაღაცა ამ ცნობიერების მიღმა. და ეს რაღაც ტყეში და ეს რაღაცა არის საშიში, დაბალი ხმით რო ვთქვათ რა, საშიში. მაგრამ ხო შეიძლება თუ კი არ გინდა რომ სიმბა წავიდეს ტყეში, მაგალითად პეტერსონი ამბობს. ხო შეეძლო ამ მაიმუნს რომ ეთქვა რომ შენი ხარ უნდა წახვიდე, ეს არის საშიში, ეს არის ასეთი, ეს არის ისეთი და გარკვეული ფორმის შიში უნდა შემოეტანა სიმბაში. არა, ეს მან არ გააკეთა, რატო? იმიტომ არ გააკეთა რომ ესე იგი ადამიანისთვის ცნობიერის გარდა არაცნობიერში გადახედვა საჭიროა. ამიტომ არ გააკეთა. ანუ მთელი ფილმის мотивация ეს არის. შესვლა საჭიროა, მაგრამ ეს შესვლა უნდა იყოს აბსოლუტური სიფრთხილით გაკეთებული. რატომ? იმიტომ რომ არ ჩარჩე არაცნობიერს იმხელა ძალა აქვს, მithmetes კოლექტიურ არაცნობიერს როგორც ასეთი, ხო? იმხელა ძალა აქვს, აბსოლუტური შესაძლებლობა იქნება, რომ ამ ასე ვთქვათ სივრცეში, ჩრდილში, როგორც ამას ასე ვთქვათ იუნგი უწოდებს, ამ ჩრდილში დარჩე, რომლის დანახვაც შენ არ გინდა. ეხლა რატო არ გვინდა ამის დანახვა, ხო? დაუშვათ, რატო არ გვინდა იმ ჩრდილის დანახვა, რომელიც ნიღბებს უკან იმალება. რა არის ნიღაბი? ნიღაბი როგორც ახსენეთ, ეს არის სოციალური წესი და შექმნილი ჩვენთვის, ხო, არსებული. ეხლა არსებობს ასე ვთქვათ ნიღბის სამი სახეობა, შეიძლება ორი განსაკუთრებით გამოვყოთ. პირველი ეს არის მანკიერი, ანუ რთული და შეიძლება ვთქვათ რომ ჩვენთვის არასასურველი და მეორე ეს არის სასურველი და მნიშვნელოვანი და აუცილებელი. მოდი დავიწყოთ მნიშვნელოვანით მაგალითად, ხო? მაგალითად თქვენ რო ხართ ეხლა პროფესორი, დავუშვათ აქ. პროფესორი ეს შენი ნიღაბი ერთგვარად, ხო? შენ ხარ პროფესორი, ვიღაცა არის ექიმი, ვიღაცა. ეს არის ჩვენი ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ ნიღაბი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და აუცილებელია რომ ჩვენი პრეზენტირება მოახდინოს საზოგადოებაში. მივიღოთ ასე ვთქვათ ჩვენთვის აუცილებელი რესურსი, ეგ არის პატივისცემა, მივიღოთ ჩვენთვის აუცილებელი რესურსი, ეს არის არ ვიცი, ვიღაცისთვის უფრო მეტი. მაგრამ რა დროსაც კი იქმნება თაყვანისცემის შესაძლებლობა არა. რადგანაც კი იქნება ესე იგი ადამიანის ფორმაცია, რადგანაც ხდება ტვინის, ფსიქიკის, რომ არა პატივისცემა უნდა მიიღოს და კეთილგანწყობილი რაღაცები, რომელიც ინტერაქციული იქნება, იმასაც ჭირდება და მეც ჭირდება. არამედ როცა ადამიანი იწყებს ფიქს, რომ ეს უნდა გახდეს მისთვის აღზევების შესაძლებლობა. ეს უკვე არის მანკიერი მხარე ეგრეთ წოდებული ამ ნიღბის. ეხლა კითხვა ისმის. რა დროს ვაცნობიერებ ჩვენ ამ ნიღაბს, რომ ეს ნიღაბი ჩვენში არსებობს, აი ესეთი ნიღბები. და მოდი გადმოვიდეთ ეხლა პოლიტიკურ ნარატივში, ხო? ვინ შეძლო, ხო, მაგალითად არის რამდენიმე სახის ეგრეთ წოდებული ნიღბის პოლიტიკურ საკითხი ნიღბის თემა, ხო? პირველი შეიძლება იყოს მამის ნიღაბი მაგალითად. მეორე შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული რევოლუციური ნიღაბი. შეიძლება იყოს ასევე თეატრალური ნიღაბი. გმირის ნიღაბი, ბევრნაირი შეიძლება იყოს. ჩვენ ამის მაგალითები გვაქვს. მაგალითად, რომ მივასადაგოთ ეგრეთ წოდებულად, მაგალითად, როგორი არის მამის ნიღაბი. ვინმე გვახსენდება ჩვენ პოლიტიკაში მამის ნიღბით არსებული კონსერვატორული ძალა. შეიძლება თქვა დღევანდელი ძალა შეიძლება რაღაც ფორმით იყოს აქ შეიძლება. მოდი ახლა ხო, დღევანდელი დღეს მგონი აღარ არის ეგ მამის ნიღაბი. ხო, უფრო აღარ არის, კი ბატონო. ადრე იყო, კი ბატონო. ეხლა მოდი გადმოვიდეთ, ასე ვთქვათ, რევოლუციურ ნიღაბში. თუმცა გავითვალისწინოთ, რომ ესე იგი რაზეც ვამახვილებთ ყურადღებას. არსებობს ასე ვთქვათ, ინტროვერტი ადამიანები ხო არსებობენ, რომელიც თავის სივრცეში არიან, ცხოვრობენ და ის მათი აუცილებელი მნიშვნელოვანი სივრცეა. მაგრამ რატომ მივდივარ აქ? ანუ ამ სივრცეში ასევე არსებობს ინტროსპექციის, ინტროვერტის საწინააღმდეგო რაღაცა, ხო? საწინა ცოტა, ისეთი რომელიც ხალის შემოიტანს და რაღაცა ეს აუცილებელია, რატომ? იმიტომ რომ ზედმეტი არ მოვიდეს და ზუსტად იქ არ წავიდეს, როგორც ჩვენ ვილაპარაკეთ არაცნობიერ რაღაცეებში, ხო? სიღრმეში თქვა და გადაეშვას. აქედან გამომდინარე, აი ამ ნიღბების თემაში, რომელზეც ჩვენ ვილაპარაკობთ ახლა, აქ ამ საკითხში შეიძლება ესე დავსვათ საკითხი, ხო? მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობაზე ავიღოთ და მის ლიდერზე. და არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზე, მაგალითად, სხვა ზედაც მათ შორის. ავიღოთ და ვთქვათ, რომელს მივსადაგებდით ნაციონალურ მოძრაობას ამ შემთხვევაში. ალბათ რევოლუციის. კიდე რომელს მესიანერისტს მივსადაგებდით მის ლიდერს. მივსადაგებდით. ცოტა შეიძლება თეატრალურიც იყო ეს კაცი ასეთი, ხო, მიშა. ანუ ერთმანეთს ფარავს, მაგრამ რომელი არის ყველაზე გამოკვეთილად რო ავიღოთ, ხო? რომელი შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი ამ რამდენიმე შორის. დაუშვათ, მესიანისტური იყო ძალიან გამოკვეთილი, ეგრეთ წოდებული ქარიზმატული. ხო, ქარიზმატული იყო. ცალკეულად, ინდივიდუალურად რო ლიდერზე ავიღოთ, ხო? არის, ეს ცხადად. და რევოლუციური სულ აქვს დღემდე, ხო? კი. რევოლუცია, ხო, 2003 წლიდან მთლიანად ატარებენ. ხო, მოდი ახლა გადმოვიდეთ ეს საკითხი გადმოვიტანოთ, ასე ვთქვათ, ეგოსა, სუპერ ეგოსა და ზემეს
სუპერეგოსა და არაცნობიერის თემაში, ეგრეთ არაცნობიერის ელემენტის, ასე ვთქვათ, იდის თემაში. გავარჩიოთ, ასე ვთქვათ, რომელს ესადაგება ამ შემთხვევაში პარტიულად. და დავიწყოთ მაგალითად 90-იანი წლებით და გამსახურდია, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სისტემით. როგორი იყო, თქვენ აი იდი ვიცით, რასაც ნიშნავს. ის არის არქაული, იმართება ინსტინქტებით, უნდა ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში გააზრებული არ აქვს რა უნდა, გააზრებული ცოდნა არ არის ეს. ანუ ყველაფერი ძალები აქვს, ენერგიები აქვს, იმაზე მეტი ვიდრე აქვს მაგალითად ეგოს, მე რო ვარ ახლა აქ, კი ბატონო, მაგრამ ეს არ არის ისეთი საკმარისი, როგორც შეიძლება იყოს იდის არაცნობიერი ნაწილი. ის მასში არის განდევნილი ინფორმაციები, ეგრეთ წოდებულად ტრამული გამოცდილებები, რომლის გახსენებას და შემოტანილ ცნობიერებას არ უნდა, მასში არის ყველაფერი. რომელიც შეიძლება მიუსადაგოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, გამსახურდიას პოლიტიკურ სისტემას ფროიდის ეს სიღრმისეულის სამი ალბათ მესიანისტური გავს ყოველ შემთხვევაში. მესიანისტური გავს. დავუშვათ, მაგაზე ვილაპარაკოთ, რომელი გავს, მაგაზე ვილაპარაკოთ. მაგრამ ამ ფსიქოლოგიურ ტერმინებს, რომელს მიუსადაგებთ, ამ თეორიებს უბრალოდ, ფროიდის თეორიებს. შეიძლება თუ არა, მაგალითად, გამსახურდია მიუსადაგოთ ეგოს ლოგიკას. რა არის ეგოს ლოგიკა? ეგოს ლოგიკა არის მარეგულებელი სისტემა ფსიქიკაში. რომელიც არეგულირებს, მაგრამ მასზე დატვირთვა ყველას, მათ შორის იდისაც და რა თქმა უნდა, სუპერეგოს როგორც დამჭერს. ხო, სუპერეგო კულტურის შემომტანია. იდი რა არის? იდი თუ მაგალითად ტოტემურ საზოგადოებაში, როგორც იყო ფროიდი ტოტემსა და ტაბუში, ტოტემურ საზოგადოებაში მაგალითად კულტურის მნიშვნელობა რატო გახდა აუცილებელი? რატო გახდა კულტურის მნიშვნელობა? იმიტომ რომ იდი დაუშვა ყველაფერი. დაუშვა რომ მამას შეეძლო თავის ინცესტიც, ყველაფერი მოკლედ ასე და შემდგომ ვიცით რომ მამა მოკლეს შვილებმა, შემდგომ ამისა ტოტემი და ტაბუში რაც არის. ტოტემი და ტაბუში რაც არის, ხო? ანუ რომ მარტივად რო გავიაროთ და ეს ტოტემიზმი გახდა კულტურის შემოტანი, ანუ მამირყველობა გახდა კულტურის შემოტანი. პირველი აქტი ეგრე. პირველი აქტი იყო ეგრეთ წოდებულად. და თუ კი გამსახურდიას ახლა ჩვენ მიუსადაგებთ ეგოს, მეცნობიერს, მარეგულირებელს, ყველაფრის მენეჯმენტი რო იცის, ყველაფრის სისტემური დალაგება რო იცის, ამას აკეთებს მე ცნობიერი ფსიქიკაში. მაგრამ არის, არ გამოდის, ხო? მაგრამ მოდი ახლა გავყოთ, ნახეთ, თუ კი სისტემაში მეცნობიერი არის ყველაფრის მარეგულირებელი, მასზე თუ ფსიქიკაში წონასწორობა არის დარღვეული, მასზე შტურმს ვინ აწარმოებს? ორივე მათგანი. სუპერეგო, როგორც დამსჯელი, იმიტომ რომ იდი იჭრება მანამდე, მას უნდა სექსუალური ტოლვა აქვს, მას ყველაფერი ის რაც ცუდია, გაუაზრებლად ცუდია. ხდებით? აი, ეხლა როგორც ახსენით, რომ ასე ვთქვათ, იაჰვეს ლოგიკაში რაც ახსენეთ. ყველა, რა თქმა უნდა, სექსუალური ტოლვით არ უნდა სხვა რაღაცებს შეიძლება და მას ცუდად არ გამოგვივიდეს, ასე ვთქვათ. სხვა რაღაც, ანუ თავისი ამ არქაული ცნობიერებით შემოდის იდი. იდი მესში. ანუ მოდი ესე ვთქვათ, გავმარტივოთ, იდი, ანუ მინდა შემოდის. აბსოლუტურად. მინდა შემოდის. მინდას რომელსაც ყველაფერი უნდა. და ამ შემთხვევაში ლოგიკურად ცნობიერსაც უნდა რაღაცეები. ახლა მოდი ცოტა ასე ვთქვათ, მიუსადაგოთ ამას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს ტოტემი და ისა რა ქვია, ეროსი და ტანატოსის ლოგიკა, სიცოცხლის და სიკვდილის ინსტინქტი. ხო, რომელიც აბსოლუტურად თანდაყოლილი ინსტინქტია, როგორც ფროიდი აღნიშნავს, თანდაყოლილი ინსტინქტია არაცნობიერში. ხო, დღემდე არის ბაასი, მაგალითად ემპირისტებსა და რაციონალისტებს შორის, რომ არის თუ არა, ასე ვთქვათ, არის თუ არა არაცნობიერი თანდაყოლილი. ანუ არის თუ სუფთა, რასაც ტაბულა რასაც ქვია, ხო? არის თუ არა სუფთა დაფა, ეგრეთ წოდებული სუფთა დაფა ადამიანი. ანუ მარტო ცნობიერია, რომელიც გამოცდილებით რაღაცებს იძენს და მე ხდება ცნობიერი. ნუ არ არის ეგრე ხო? არ არის, რა თქმა უნდა, ამტკიცებული ატომი, იმიტომ რომ მასში უკვე არსებობს სიკვდილის და სიცოცხლის ინსტინქტი, რო არ დაგვებნეს აზრი, რომ იქ მივიდეთ. ესე იგი, ეგრეთ წოდებული ეროსი და ტანატოსი. ეროსი სიცოცხლის, რომელსაც უნდა ყველაფერი რაც სიცოცხლისკენ ილტვის და ტანატოსი, რომელსაც უნდა სიკვდილი, ეგრეთ წოდებულად, ხო? რა შედის ამ ტანატოსში? აგრესია, რაც ყველაფერი უკავშირდება აგრესიას და შემდგომ სიკვდილს. და როგორც ფროიდი ამბობს, აქვე რომ ჩავედიოთ, ესე იგი, სადაც იბადება სიკვდილი, უბრალოდ სადაც იბადება ეროსი, ანუ სადაც ჩდება ეროსის ნაყოფი, ამ შემთხვევაში ადამიანი, ხო? იქვე იწყება სიკვდილისკენ ტოლვა, სიარული. ტანატოსი იწყება, რატომ? იმიტომ რომ ის უკვე მიდის სადღაც და ეს სადღაც არის გაჩერების ადგილი სიკვდილი. ხო, ეხლა რომ გავყვეთ მაგსაკეთს, ანუ ეს ეროსი და ტანატოსის თემა ამ შემთხვევაში, ამ იდისა და ეგოს ნაწილში. ესე იგი, იდის უნდა ყველაფერი. იჭრება მეცნობიერში. ის გზას აუვლის, ასე ვთქვათ, სუპერეგოს, იმიტომ სუპერეგოსი ყველას ეშინია, მას ცნობიერი არ აქვს და შესაბამისად მას არ ეშინია, მაგრამ არც კვეთს ესენი ერთმანეთს, მაგრამ კვეთს, რა თქმა უნდა, ცნობიერის ნაწილს. ვინ ხდება დამსჯელი?
ცნობიერებაში ცნობიერების დამსჯელი ვინ ხდება ასეთ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, სუპერეგო. სუპერეგო რა თქმა უნდა. სუპერეგო იღებს מחვილს იმისთვის, რომ ვის შეუტიოს, რა თქმა უნდა, შეუტიოს ცნობიერს. რატომ? იმიტომ ცნობიერს ევალდებულება, რომ იდი გააძევოს. ეს არის ცნობიერი, სხვა არავინ. ანუ ორივე იდიც და სუპერეგოც უტევს ცნობიერს. ცნობიერს. მოდი ახლა გამსახურდიაში გადმოვიდეთ. და ვეღარ ხდება გაცნობიერება. ვეღარ ხდება გაცნობიერება. მაგრამ როცა ეს სამი ნაწილი ერთმანეთთან არის აბსოლუტურ დისკუსიაში, ეგრეთ წოდებულში, თანაარსებობაში, აქ იწყება მეცნობიერის ეგოს აბსოლუტურ გაძლიერება. ხო? ეგო აკეთებს მაგტვათ რომ ეგო ასრულებს თავის მოვალეობას, თავის საქმეს ასრულებს. ეხლა გადმოვიდეთ, გამსახურდი არის თუ არა ამის მაგალითი. რა თქმა უნდა არ არის. იმიტომ რომ გამსახურდიას მხოლოდ მეცნობიერი არის წამყვანი. მეცნობიერი, სადაც შემოჭრები იდისა და ზემესი ფიქსირდება და შესაბამისად გამსახურდია. რატომ? იმიტომ რომ ზემეს თლიანობაში იძირება გამსახურდიას თლიანი აზროვნება და მისი ინდოის ხელისუფლება, ხო? ეს კონსერვატიზმი, ეს რაღაცეები, რომ აი ეს არა და რა, ხო ვიცით არა? გარკვეულ ფორმით. ამიტომ ის გამსახურდიას ხელისუფლება თავიდანვე იყო სუპერეგოზე დამოკიდებული ხელისუფლება. შესაბამისად ის არ დაუშვებდა იდის შემოჭრას, მაგრამ სუპერეგო იმდენად ინდიფერენტული იყო ასე ვთქვათ ამ გამსახურდიას ამ ხელისუფლების ფსიქიკასთან მიმართებაში იმდენად ინდიფერენტული იყო, ის მარტო მოდარაჯია. რადგანაც კი იდი შემოდის, მაშინ იწყებს მოქმედებას. და როცა იდი შემოვიდა, ეგრეთ წოდებულად, ასე ვთქვათ, მისი არეულობა, გამსახურდიას პოლიტიკური არეულობა, როცა შემოვიდა იდის სახით, ეგრეთ წოდებულად, მაშინ სუპერეგომ ვეღარ შეასრულა ის მოვალეობა, რომელიც უნდა შეასრულოს. ესე იგი დარჩა მარტო ეგო. მე ცნობიერი დარჩა გამსახურდიას. შესაბამისად, მეცნობიერში იყო ეგო ქონდა, მაგრამ სუპერეგოსთან და იდთან კონფლიქტში. კი ბატონო, ასეთ შემთხვევაში, როცა კონფლიქტია, პოლიტიკა არ კეთდება. და პოლიტიკა რო არ კეთდება, აუცილებლად ასეთი ხელისუფლებები აუცილებლად იწყებენ გარკვეულ ფორმად ამ რეფორმაციას, ეგრეთ წოდებულად, ან იშლებიან. ეხლა მოდი გადმოვიდეთ შემდგომ ხელისუფლებაში შევანაძესთან. როგორია შევანაძის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სპექტრი ამ კუთხით, ფროიდიანული ლოგიკით რო შევხედოთ. ნუ სუპერეგოს ელემენტები ჩანს. აბსოლუტურად. კი ბატონო. კი ბატონო. სუსტად ოღონდ. ხო? სუსტად. იმიტომ რომ მაინც გარდამავალი პერიოდია. იყენებს. ჩანს თუ არა იდის ელემენტები, თავისი კორუფციული რაღაცეებით, თავისი ასე ვთქვათ ძალადობრივი ქმედებებით, თუნდაც სისტემაში დაუშვათ პოლიცია დაიჭერდა რაღაცა, აგრესიული, ეგრეთ წოდებული ტანატოსის მიმართულება იყო თუ არა. ჩანს თუ არა ცნობიერის ნაწილიც. რომ ვიღაცემა იცოდნენ სად მიდიოდნენ, ამ შემთხვევაში ვისით, ეგ სხვა თემაა, დაუშვათ დასავლეთით თუ ვიღაცით რა, ხო იცოდნენ რაღაცა, რომ რაღაცა მენეჯმენტს აკეთებდნენ და ამის მაგალითია ის, რომ გამსახურდიას ასე ვთქვათ არეული სისტემა, ეგრეთ წოდებული ჩვენი რა ქვია მაგას სამოქალაქო ომის თვალსაზრისით რაც ავრიეთ და შემდგომ რაც იყო, ის რაღაც ფორმით მისი რეგულირება მოახდინეს. ხო, ესე იგი ცნობიერმაც, ეგომაც გარკვეული ფორმით იმუშავა. ესე იგი ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში რა? სუსტი სუპერეგო, ასევე სუსტი იდი და ასევე სუსტი ის რა ქვია, ეგო. სუპერეგო გვაქვს სუსტი, იდიც გვაქვს სუსტი და ისიც გვაქვს სუსტი. საბოლოო ჯამში ვინ იმარჯვებს ასეთ მომენტში, როცა სამივე სუსტია? ვერავინ, მაგრამ ის ვინც შედარებით უფრო დომინაციას აღწევს, ის ვინც არქაულია. ხო? მას შეუძლია იმოძრაოს ისე, როგორც ფსიქიკაში ასე აქვს ამას დატვირთვა იც. თუ კი მაგალითად ფსიქიკაში მოწყვლადია პიროვნება, ეს შეიძლება სამივე იყოს, ესეც სუსტი, თანაბრად სუსტი. აბსოლუტურად შესაძლებელია. როცა ნახეთ, როცა მაგალითად მეცნობიერი არის სუსტი, უპირველეს ყოვლისა რით იწყება მეცნობიერის სისუსტე? იწყება იდის აბსოლუტური შემოჭრით, ხო? მით უმეტეს, როცა ამას იდთან ერთად იდის შემოჭრას ეხმარება და ხშირადაც ეხდება, ეხმარება დამსჯელი მექანიზმი მეს მეგობარი ზემე, ეგრეთ წოდებული სუპერეგო. იდს ეხმარება, არა მეს. იმიტომ რომ იდი შემოიჭრა რაღაცების სურვილი გაჩნდა, დაუშვათ აღვირახსნილობის, რაღაცების, ამ დროს ვინ ხდება დამლაგებელი ბჭყალებში, არაფერს არ აკეთებს, უბრალოდ რომ გმოძღრავს. ხო, მაგრამ ის ყურში რაც გესმის, ხო? მორალური მანქანა ირთვება, ხო? შინაგანი მშობელი, რომელიც პრაქტიკულად დაგეხმაროს გჯის და დეპრესიაში ვარდები, ვეღარ უწევ წინააღმდეგობას. აბსოლუტურად. მოდი გადმოვიდეთ ახლა უშუალოდ სააკაშვილზე. სააკაშვილთან რა გვაქვს ნაციონალურ მოძრაობასთან? რა გვაქვს ამ კუთხით? სააკაშვილთან იდი არის. აბსოლუტურად. კი. სუპერეგო სუსტია.
სუპერეგო აბსოლუტურად სუსტია. აბსოლუტურად სუსტია. მე ცნობიერი არის. კარგი. მოდი ახლა ჩვენ გვახსოვს იუნგის ასე ვთქვათ ძალიან კარგი ნაშრომი რომელზეც ვილაპარაკეთ თავიდანვე პასუხი იობს. ესე იგი პასუხი იობში ჩვენ ვილაპარაკეთ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გაცნობიერდა იაჰვე იუნგის თემით, იუნგის საუბრით. და მოდი გადმოვიტანოთ ახლა ეს გაცნობიერებს ასე ვთქვათ ძალიან მარტივად რო არ გაგვიბრაზდნენ ასე ვთქვათ მორწმუნე საზოგადოება თუ გარკვეულწილად ჩვენ არა ვართ, მე არა ვარ ახლა რელიგიის ასე ვთქვათ სპეციალისტი, არც თეოლოგი ვარ და არც მithumedes რაღაცა, მაგრამ რო შევხედოთ მეცნიერ თვალსაზრისით, ხო, რასაც ფსიქოლოგიურად უყურებთ. კი ბატონო. ეხლა მოდი გადმოვიდეთ ასე ვთქვათ ამ საკითხთან მიმართებაში, რას ამბობს იუნგი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ხო? იუნგი ამბობს, რომ ქრისტეს იაჰვეს განკაცებით ქრისტეში. იაჰვე გახდა ცნობიერი. იმიტომ რომ ქრისტემ იგრძნო ის ტკივილები, რაც უნდა ქონებოდა ღმერთს. მაგრამ რახან ის აბსოლუტურ არაცნობიერში იყო, ყველაფრის შესაძლებლობებით. აბსოლუტურ არაცნობიერში რახან იყო, მას ეს არ ექნებოდა ლოგიკურად. ასე ამბობს იუნგი. შესაბამისად ქრისტეში როცა ის გაცნობიერდა, ქრისტე მიიღო ამის ასე ვთქვათ თავის თავზე გამოცდილება. და თავის თავზე გამოცდილება იაჰვე გააცნობიერა. იქ აია სოფიას თემაც არის ჩართული და ეგ საკეთება, ხალის როგორც გონების, ეგ მაგაზე ახლა აღარ შევჩერდეთ, მაგრამ ეხლა რომ გადმოვიდეთ სააკაშვილთან მიმართებაში, ხო? სააკაშვილს ეს სამივე ქონდა. ცნობიერებაც ქონდა. ეს სუპერეგოც იყო და იდი თავისთავად. მაგრამ იდი იმდენად ძლიერი იყო, ასე ვთქვათ, კრეხელოვისთვის ბოდიშუხტის საზოგადოებას არ ვადარებ და ვიტყვი რატომაც არ ვადარებ ქრისტეს თემას. ესე იგი, ცნობიერიც იყო მასში. მაგრამ ეს ცნობიერება, ანუ ეს შუქი, წეხარაძეც ვილაპარაკეთ მეფელომზე, ხო? სიმბას თემით, რომ პირველი მზეს ხედავს მე რაღაც. ეს შუქი, რომელიც მაგათ ცნობიერად უნდა აღიქვათ უპირველეს ყოვლისა, რომ ეს სივსე შენია. ეს არის ის სინათლე, რომელიც შენთვის არის და შენში არის. აუცილებლად და ამის იქითკენ სხვა რაღაცები არსებობს, რომელიც არ უნდა ნახო. მაგრამ ჭყალებში უთქმელად თუ გინდა ნახე. დაუშვათ, რაც უთხრა, ასე ვთქვათ, იმ მაიმუნმა. რომ დაუბრუნდეთ, რომ ეს თემებზე თითქოს გადავდივართ და ესე იგი, ამ მიშა მისი სისტემით იყო აბსოლუტური იდი. რაში გამოიხატებოდა იდის მიშას ლოგიკაში იდი? დასავლეთი ამ შემთხვევაში ნატო რა თქმა უნდა, კორუფციასთან ბრძოლა, თვითონ ძალადობა, თვითონ რაზედაც ჩვენ ვიცით არ ვამტკიცებთ, რაც ფაქტით არსებობს, ხო? ის სექსუალური, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული აღვერახსნილობა, რომელიც სისტემის ნაწილი იყო. და სისტემის ნაწილი იყო კიდე ბევრი რაღაცა, რომელიც პირდაპირ მიესადაგება იდის ლოგიკას. ფსიქიკური იდის ლოგიკას, ხო, ფსიქიკის მთავარი ინსტრუმენტის, რომელიც არაცნობიერის არის, ანუ მისი ინსტრუმენტი, არაცნობიერის ინსტრუმენტია. ეხლა მოდი გადმოვიდეთ და ვთქვათ იდის თემა. ეხლა შემდგომი ვთქვათ არის თუ არა მაშინ სუპერეგო. სუპერეგოც არის, მაგრამ სუპერეგო არის მისადაგებული იმ დროს, როცა მათ ჭირდებოდათ. მაგალითად რა, მორალი, ღირებულებები იყო მხოლოდ ფასადური, მაგრამ ხო იყო აქტიური და პრეზენტირებული. კი. სად არ იყო? რომ აი მაგალითად ჩვენი მტრები ესენზე ყველაფერი მისადაგებული რაღაცებთან, ხო? რომ ჩვენ რაღაცებს გვართმევენ სინამდვილეში. მერიტოკრატიის ასევე რაღაცა პრინციპები. აბსოლუტურად, კი. იყო, მაგრამ ეს იდი, ისე ქონათ მოწყობილი ფსიქიკას რო არ შეუძლია. ამათ ეს სისტემა. ესე იგი ეს სუპერეგო ისე ქონდათ მორგებული იდზე, რომ იდი სუპერეგო იყო აბსოლუტური მოწყვლადი, როცა სუპერეგოს ეს არ ახასიათებს. ფსიქიკურად რო ფსიქოლოგიაში რო ავიღოთ. სუპერეგოს ყოველთვის უვლის გზას, გვერდს, ისა რა ქვია, იდი. ყოველთვის მის გარეშე უტევს, ასე ვთქვათ. მასთან ერთად მერე, მაგრამ მის გარეშე მას არ უტევს. უტევს მხოლოდ და მხოლოდ ცნობიერებას. ამ შემთხვევაში მოხდა ისე ამ შემთხვევაში მოხდა რომ მან აბსოლუტურად დაიქვემდებარა იდმა აბსოლუტურად დაიქვემდებარა მიშას სისტემამ დაიქვემდებარა მორალი. ხო, რო გადმოვიტანოთ ასე ვთქვათ. და მორალი ასევე დაიქვემდებარა, მორალთან ერთად ასევე დაიქვემდებარა ცნობიერებისგან მარეგულირებელი სისტემები. როგორც ამორალის მარეგულირებელი, დაუშვათ, ისე რაღაცა უწესრიგობების მარეგულირებელი და ვინ გახდა მორალისტიც, მორალის ასე ვთქვათ, შემდგენელიც, ვინ გახდა მარეგულირებელიც, ვინ გახდა ყველაფერი. ოღონდ ისევ და ისევ გაუცნობიერებლად. აქ ქრისტეს ლოგიკა რომ მოვიყვანე, ეს უბრალოდ პერიფრაზი იმიდან გამომდინარე, როგორ შემოვიდა ცნობიერება. მაგრამ ამ სისტემაში, იდში
იყო მიშას სისტემის იდში იყო ცნობიერება. მაგრამ ეს ცნობიერება მორგებული იყო იმ სისტემაზე, რომელიც სადაც ის მიდიოდა, სადაც მას ის მიყავდა. მაგრამ არა მისი კლასიკური გაგებით. ესე იგი, მოხდა ესე, რომ სააკაშვილმა შეცვალა თვითონ მორალის გაგება რაღაცნაირად. და ეს როგორც წესი არ ხდება. ამ შემთხვევაში აი მე რას გულისხმობ ამაში, აი კონკრეტულად მაინტერესებს. კი, თვითონ რაღაც მორალური წესები ქონდა, მაგრამ მაგ მორალის შეცვლას ხომ უჭირდება რაღაც ინსტიტუციალიზაცია. აი რეალურად ეგ როგორ განხორციელდა. აი ჩვენ თქვით თავიდანვე, რომ რომელი რას აკეთებს, რა ფუნქცია აქვს. ასე ვთქვით, რომ მეცნობიერი არის ეგო არის მარეგულირებელი ინსტრუმენტი, ასევე მომგვარებელი ინსტრუმენტი, იცსა და ასე ვთქვათ სუპერეგოს შორის. ყველაფერს აკეთებს მე, ასე ვთქვათ, შავ საქმეს, რაც შეიძლება იყოს, აკეთებს ეგოცნობიერი. და შესაბამისად, იდმა, ეგრეთ წოდებულად მიშას სისტემამ, თვითონ ამ ცნობიერის ლოგიკამ შეცვალა ეს სისტემა, რომელზეც ახლა თქვენ ლაპარაკობთ, როგორ? აი მაგალითად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. გარკვეულ ნაწილად იდი, ჩვენ ვთქვით, რომ იდი უკვე ცნობიერია, ასე ვთქვათ. ამ სისტემაში, მიშას სისტემაში იდი აღარ არის ის იდი, რომელიც იახვე იყო თავიდან დაუშვათ. გესმით რის თქვა მინდა? იდი არის უკვე ცნობიერი, შემოტანილი ოღონ მორალის და ღირებულებების გარეშე, იმის გარეშე, რასი მისიაც ქრისტე იყო ამ შემთხვევაში. გესმით? ესე იგი ამ იდმა თავისი აბსოლუტური ძალაუფლებით რახან მოიხელთა, ასე ვთქვათ, ეს ცნობიერი ნაწილი, შუქი, რახან მოიხელთა, შუქმა გააცნობიერა იდი, მაგრამ გააცნობიერა იგივე ფორმატში დატოვა, რომელ ფორმატშიდაც მაგალითად მანამდე იყო იდი, თავისი ინსტინქტური ასე ვთქვათ დამოკიდებულებებით. თავისი ინსტინქტური ასე ვთქვათ შინაგანი განწყობებით, ხო? მას სურს და შესაბამისად ეს სურვილები უნდა დაკმაყოფილდეს. როგორ მოახერხა ეს, როგორც კითხვა დასი, ხო? ეს მოახერხა ზუსტად ამ ცოტა თუ არ გვიწყენენ ასე ვთქვათ რაღაცა ელიტური ასე ვთქვათ ჩარევებით დაუშვათ, ხო? ჩვენ ვიცით რომ მაგალითად მისი ცნობილი სიტყვები ყველაფერს აკეთებს რაღაცა ეს ცენტრები, გარკვეული ცენტრები თბილისის ცენტრში და ამ სისტემით ეს ხალხი, ეს ელიტური ნაწილი შეიძლება ჩაითვალოს, რაც გამსახურდიას არ გამოადგა, სხვათა შორის. ეს შეიძლება ჩაითვალოს ცნობიერების ანუ ელიტამ მოდი ხალხურ ენაზე ვთქვათ, გაუპრავა, რა თქმა უნდა, გაუპრავა და მორალურად რაღაცნაირად გააპრავა ის სისასტიკეები, რაც მანაწარ ხო სამაგიეროს ევროპაში შევდივართ, სამაგიეროს ნატოში შევდივართ, მე რა ვიღაცები გაუპატიუროს, ისინი კრიმინალები იყვნენ მაინც. როგორ ახერხებდა ამას? ამას უკვე რის ხარჯზე ახერხებდა, რომ მაგალითად გაჯერებდა იმას, რომ ისინი კრიმინალები იყვნენ და რა ვქნას, მე არ შემხები, აბა მე ვარ შემოხო მაგალითად, მე ხო არ შემხებია. როგორ ახერხებდა ამას მაგალითად სისტემა? ამ ფსიქოლოგიური დაკვირვებით რო ავიღოთ. ამას ახერხებდა სისტემა ისევ ამ შემთხვევაში უკვე სუპერეგოს დაქვემდებარებით. ხო? სუპერეგო რაზე აგებს პასუხს? ზუსტად ამაზე, რომ მორალი იყოს. მე მესმის ესე, მე ნახე რამდენად სწორედ მესმის. აი წარმოვიდგინოთ ესე, რომ მშობელი ეუბნება ბავშვს, რომ ბიჭს განსაკუთრებით, რომ არ უნდა იჩხუბოს. რაც არ უნდა მოხდეს, არ შეიძლება იჩხუბი და ასე შემდეგ. ეს ბიჭი მიდის სკოლაში. სკოლაში ხდება ვიღაცა ბულერი, რომელიც ცემს. მას აქვს ეს მომენტი, სუპერეგოს მომენტი, ანუ მშობლის მომენტი, რომ მან არ უნდა იჩხუბოს. ესეთ დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა, ეს ბიჭი აგებს. მისი ეს სუპერეგოს დაქვემდებარებული როდესაც არის, ვეღარ უწევს წინააღმდეგობას. ხა არსებობს ესე იგი კიდე ერთი მომენტი, როდესაც არ არის წარმოვიდგინოთ სუპერეგო არ არის და არის იდი. კი. იდის შემთხვევაში აი ეს ბიჭი სად არის სუპერეგო ამ შემთხვევაში? სუსტი. კი. აი მეორე შემთხვევა, ეს ბიჭი მიდის სკოლაში, იდი აქვს განვითარებული, იმან დაჩაგრა, გვერდზე გაიხედა და რადგან იდია განვითარებული, ქვა იყო და თავში ჩაარტყა. აბსოლუტურად. ხო, ეს შემთხვევა არის უკვე იდის შემთხვევა, როდესაც აი ახლა ეგო რა არის? ეგო ჩემ წარმოდგენაში. ეს არის, როდესაც შენ ხედავ, რომ ერთი მორალურად დაუშვებელია, მეორეთ გზას შენ აღარავინ აღარ გასწავლის,
ამიტომ რასაკეთებ? პირობითად ეძებ ისეთ გამოსავალს, მაგალითად, მიხავს მეგობრები, არჩევთ საქმეს, მოგვარდება ეს საკითხი და მორჩება ამით. ანუ ეგო ამ შემთხვევაში ახდენს გარკვეულწილად გადალახვას იმ შეზღუდვების, რაც აქვს სუპერეგოს და რაც აქვს იდის. ამ შემთხვევაში იდის. ძალიან კარგი რაღაცაზე გაამახვილე ყურადღება და აი მანდ უნდა წაგვეყვანა ეს თემა ზუსტად. ანუ როგორ ვაგვარებთ, როგორ ვახევინებთ იდის უკან, როგორ ვაძლიერებთ ასე ვთქვათ ცნობიერებას და როგორ ხდება ცნობიერებასთან შემთხვევა. ესე იგი ჩვენ გვჭირდება არა ცალკეულად რომელიმეს გაძლიერება, არამედ ერთმანეთთან კოლაბორაცია. ხო? ჩვენს გვჭირდება, ჩვენ არ გვჭირდება ამ შემთხვევაში რაღაცა. ეხლა რამდენად მიშას სისტემასთან საზოგადოების თანხმობა აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო, მაგას არ გულისხმობ ამ წუთში. ფსიქიკურად და ფსიქოლოგიაში როგორ არის ეს ასახული. ანუ ჩვენ სუპერეგო იყო მიშას დროს სუსტი. სუპერეგო იყო აბსოლუტურად სუსტი შეგნებულად და ცნობიერებაც სუსტი იყო. ანუ ცნობიერების თავარი დანიშნულება რა არის? არეგულიროს ოღონ წაღმა არეგულიროს. არეგულიროს ოღონ იმ დატვირთვით არეგულიროს, რომელიც ბალანს მოითხოვს. არა არც ზემეს ლოგიკით და არც ეგოს ლოგიკით. იგივე ლოგიკა რო განავითარო, ანუ იმ საკაშვილის შემთხვევაში ესეთი ბავშვი მოკლავდა ამ ბავშვს მეორეს და მერე მშობლები გაამართლებდნენ რომ ეგ სწორი იყო ეს ბავშვი რომ მოკლა ეს. კი ბატონო, იმიტომ დაჩაგრა და რაღაც. მაგრამ თავარი პრინციპი ამოვარდნილია ამ შემთხვევაში, ხო? კვლელობის ხო, იდეა. კვლელობა გაправდებოდა სხვა რაღაცები. კი, არაკაც კლას იდეა. ანუ აბსოლუტურად ამოვარდნილია. მიიყვანა ვიღაცები. დამახინჯდება სუპერეგო. აბსოლუტურად. მიიყვანა ვიღაცები, ჩვენ თქვით, ხო? ვინ არის ეს ვიღაცები ამ შემთხვევაში? რომ მოაგვარა. მეგობრები, მაგრამ აი ფსიქოლოგიურად ვინ არის ამ შემთხვევაში, ფსიქიკაში ვინ გჭირდება იმისთვის, რომ ვიღაცები მივიყვანოთ? ნუ დამბალასებელი, ძალის დამბალასებელი. ხო, აი ავიღოთ მაგრამ ფსიქოთერაპევტი, მაგალითად, ხო? ფსიქოთერაპევტი გჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი თავი ის ნიღაბი ჩამოხსნას, რომელზეც ვილაპარაკებ კიდევ რაღაც, პატარა შევკრათ ასე ვთქვათ, მთელი თემა. ანუ ჩვენ გჭირდება ფსიქოთერაპევტი იმისთვის, რომ იდი, ეგო და სუპერეგო თანხვედრაში მოვიდეს ერთმანეთთან. და ცნობიერმა შეასრულოს მისი სამუშაო. იდმა უარი თქვას მის რაღაცეებზე, ასე ვთქვათ, ასეთ თავხედურ რაღაცეებზე და რა თქმა უნდა, სუპერეგო არ იყოს იმდენად მათრახით არ იდგეს. ხო ეგრეა. ანუ ჩვენ ვიცით ერთი ესეთი თემა, ძალიან საინტერესო კულტურით უკმაყოფილება ფროიდის, ხო? ძალიან კარგი საუკეთესო ტექსტია თუ კი რამე, ასე ვთქვათ, შექმნილა და რატო? მან მიაგნო და აღმოაჩინა თუ რა შეუძლია იდს. იდს შეუძლია მანამდე გააკეთოს ყველაფერი და სუპერეგოს შეუძლია რომ კულტურა შემოიტანოს. იდი მოთოკოს. ვითი, რა თქმა უნდა, ცნობიერად ეგოთი. და როცა ამას გააკეთებს, ესე ვინ ზარალდება ასეთ შემთხვევაში? ასეთ შემთხვევაში ვინ ზარალდება, როცა იდის მარყუჟები, ასე იდს მარყუჟები უკეთდება. რა თქმა უნდა, ადამიანი ზარალდება რაღაც ფორმით, ხო? იმიტომ რომ ადამიანსაც ისევე როგორც იდი ადამიანის კლიანობის ნაწილია, უნდა ის ამორალური ქცევები ჩაიდინოს რა. სიამოვნებაა ეს. აი ერთ რამეს ვიტყვი, აი ახლა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შეიძლება ესე ითქვას, რომ იდის გამოხატავს ლიბერალიზმი და სუპერეგოს გამოხატავს კონსერვატიზმი რაღაცა. კი ბატონო. და ცნობიერი ვის გამოხატავს ამ შემთხვევაში? და ცნობიერი თითქოს დაკარგულია რა. ჩვენთან ახლა რეალობაში კი ბატონო, კი კარგი მიგნება, მაგრამ ცნობიერება გამოხატავს იმას, რომ მარეგულირებელი სისტემა ხო აქვს ცნობიერებას, რომ მაგალითად რომ ავიღოთ, რომ ნატოს თემა, კი ბატონო, კარგია, თქვა დაუშვათ, მაგრამ ნატოს თემა კონსტიტუციურად არ უნდა იყოს გამყარებული. დაუშვათ, ხო? თუ არ გადაგვიარეს ახლა ამაზე ცოტა ისეთი თემაა დაუშვათ. მაგრამ რატო არ უნდა იყოს კონსტიტუცია? ან მაგალითად საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრა დაუშვათ, ხო? არ უნდა იყოს კონსტიტუციურად განსაზღვრული, რატომ? იმიტომ რომ პოლიტიკა არის ერთგვარი ასე ვთქვათ манипуляციის და ბალანსის თემა, ხო? ეგ ხო ვიცით ეგ. ანუ ეგო არის განდევნილი ქართულ პოლიტიკიდან. ეგ არის აბსოლუტურად განდევნილი ქართულ პოლიტიკიდან. და აკეთებს ასე ვთქვათ იდი ამ შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია იყოს იდის თემა სრულიად შესაძლებელია იყოს არაქართული ელემენტი, არაქართული მექანი, ისა რა ქვია, სხეული, ხო? ეს მაგალითად რასაც ყარნახობდნენ, რასაც როგორი მთელი ამ დიდი 30 წლეულის განმავლობაში რაც იყო ჩვენი პოლიტიკა, რა იყო ჩვენი პოლიტიკა, გარედან არსებული რაღაცა ასე ვთქვათ შემოჭრები, ხო? იდის თემა ასე დავარქვათ. და რატო ვერ არეგულირებდა ამას საზოგადოება? მაგალითად საზოგადოება ავიღოთ სუპერეგო. რატო ვერ არეგულირებდა, როგორც აღნიშნეთ თქვენ, ხო? ანუ სუსტია ეს სუპერეგო და შესაბამისად საზოგადოება მაინც ის იქნება, რაც საზოგადოებაც ხელისუფლებას უნდა. ჩვენ ხო ვიცით ეს? და მოდი მიჩვენია დაუშვათ არ ვაყენებ შეურაცხყოფას დაუშვათ საზოგადოებას, მაგრამ მოდი მიჩვენია დღეს თავი შევიკავოთ, რბილად ვთქვათ. მოდი იყოს ისე როგორც არის.
შეჩეული ჭირი მიჩვენია რაღაც, ხო? არის ეგეთი თემა. და რა ხდება ამ დროს, როცა საზოგადოება არ არის, ასე ვთქვათ, აქტიური, მაგალითად, რატო არ დადგა საზოგადოება თავის ადგილზე, მაშინ როცა ჩვენ კონსტიტუციაში რაღაცებს ისე წერდით, რომელიც შემდგომ ჩვენს რაღაც პოლიტიკურ მანევრირების საშუალებას აღარ მოგცემდა. ხო? ლოგიკურია, პოლიტიკა რასაც ქვია, პოლიტიკის კეთებას შეგვიზღუდავდა. ეს იმიტომ იყო ესეთი ფორმით, რომ საზოგადოებას ინდიფერენტულობა ჰქონდა, აბსოლუტური ინდიფერენტული, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება საკითხებისადმი. რატომ? იმიტომ რომ ჯერეთ გარდამავალი სიტუაცია, მერე ჩვენ ვიცით გამოცდილება, ძალადობრივი თემები, რაღაცა ეს ყველაფერი ერთმანეთს იყო ასხმული. მოკლედ თუ სწორად დაიგებს ჩვენი მსმენელი, რასაც ვლაპარაკობთ, რომ შევაჯამოთ, პირველი ის არის, რომ აუცილებელია ამ ნიღბების გამიჯვნა პოლიტიკოსებისგან. და დავსვათ კითხვას, სად იხსნის ნიღაბს ეს პოლიტიკოსი? ამ ნიღაბს, ამ ეგრეთ წოდებული მანკიერ ნიღბებს. სად იხსნის და იხსნის თუ არა ზოგადად საერთოდ? და როგორ უნდა დავინახო მე ის რომ რა კი ბატონო პროფესორი ხარ გავიგე, პოლიტიკოსი რო ხარ. ეგ ვიცი შენი ნიღაბია, მაგრამ იმის იქით რომ დგახარ და მე მეუნები რომ მაგალითად აი მე ვარ კონსერვატორული ძალა და მე უნდა მომცეხმა და ამ შემთხვევაში დაუშვათ მხარს უჭერ დაუშვათ რაღაცას ისეც რომელიც სულეთ აცდენაშია იმ კონკრეტულ სიტუაციას და რასაც შენ მე მიმტკიცე. აი ეს არის ხო, კონსერვატორი, ეს არის მანკიერი ნიღაბი, რომელსაც კითხვის ლოგიკით რომ ვთქვათ, სად იხსნის ამ ნიღაბს პოლიტიკოსი? იხსნის თუ არა, თუ იუნგი ამბობს რომ ზოგჯერ ეს ნიღაბი აუცილებელია, მაგრამ ზოგჯერ ეს ნიღაბი შეთვისებულია სხეულთან. ანუ მიწებებულია სხეულს. ზოგჯერ ეს აბსოლუტურად გაუცნობიერებელია ნიღბის ტარება. მაგალითად ის გირჩი რომ გეუბნება შეიძლება, არ ვიცი, რომ გეუბნება გირჩი მაგალითად აი იაგო მაგალითად რაღაცას რომ ამბობს რომ აი მაგალითად ავიღოთ რომ აი ყველას აქვს უფლება რომ მოიკლას თავი, მაგალითად. ჯვარი ყველას და რაღაც. ანუ მოიკლას თავი. როცა ან მაგალითად ამბობს რომ მოდი ახლა რაღაცა ისეთი გავაკეთოთ. ეს ხო ნიღაბია ერთგვარად, მაგრამ სრულიად შესაძლებელია არ იყოს ნიღაბი. ამის მართლა შეჯეროდეს. ეს არის უკვე მიწებებული ნიღაბი ამ პოლიტიკოსზე. ანუ მიწებებული ნიღაბი, რომელსაც თვითობა აქვს დაკარგული. რა არის თვითობა ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში თვითობა არის ავთენტური მეს თემა არ არის შეგრძნობილი. ანუ ის ვერ გრძნობს იმას, რომ მას ეს ნიღაბი სადღაციდან აქვს აღებული. ნიღაბი, რომელიც აპრიორი მისი არ არის. და მას გონია რომ ეს აპრიორი მისია. და სად იხსნის ამას? ამ შემთხვევაში ის ვერსად ვერ მოიხსნის ამ ნიღაბს. ასეთ შემთხვევაში ის დარჩება ამ ნიღბით. აი როგორც მიშა დარჩა, მაგრამ აი მიშა არის კარგი მაგალითი, საუკეთესო მაგალითია. მიშა საავადმყოფოშიც დარჩა ამ ნიღბით. ზუსტად ამ ნიღბით. ციხეშიც ამ ნიღბით იყო, გარეთაც ამ ნიღბით იყო და ვერ ჩამოიხსნა ეს ნიღაბი. რატომ? მართლა ჯერა იმის, რომ მან გარკვეულწილად ააყვავა ქვეყანა, გარკვეულწილად სწორად მიდიოდა, ეს არის იმედგაცრუება. იმედგაცრუების ნიღაბი ამ კონკრეტული პიროვნებისთვის, ხო? რატო? იმიტომ რომ ესე იგი იმედგაცრუება, რომელიც ამ ნიღაბს ეკაჩება, მაგრამ ვერ იხსნება რა. აი, მოდი, ესე იგი მარტო წარსულზე რო არ ვილაპარაკოთ, აი თანამედროვეობასაც რო შევეხოთ მეტნაკლებად. ხედავ თუ არა თანამედროვეობაში გარკვეულწილად ეგოს თუ და გამოღვიძების ეტაპს. აი ხა პრინციპში ჩემთვის რთულია რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ. აი მოკლედ დაახასიათე მე ცოტა მიჭერს ხა ახალი დაახასიათება, იმიტომ რომ ნუ ხედავ იდის დათრგუნვის მცდელობებს. აბსოლუტურად. ხედავ ამას. სუპერეგო თითქოს არის. ეგო თითქოს რაღაცნაირად კონტურები გამოჩნდა, მაგრამ მაინც რაღაცა ის სუსტი არის, ეგო მაინც სუსტი არის. არ არის ის კლასიკურ ფუნქციას მაინც არ ასრულებს. კი. მოდი ახლა ცოტა ესე მივუდგეთ საკითხს. გავს თუ არა გარკვეული ფორმით, როგორც ერთი ჩემი მეგობარი იყო და გარკვეული ფორმით არის თუ არა რებრენდირებული სისტემა ძველი, მაგალითად ის ორი რომელიც დავახასიათეთ, შევანაძის და გამსახურდიას, რებრენდირებული სისტემა დღეს დავუშვათ. ესეთი კითხვა დავსვათ. შეიძლება ვთქვათ რომ არა. რაღაცა კონტურები არის, მაგრამ არა. რატომ? იმიტომ რომ თუ კი იქ მაგალითად ჩვენ ახსენით რომ სამივე ეს შრე იყო სუსტი და შესაბამისად სისტემამ თავი გადაირჩინა გარკვეულ ფორმით, ყოველ შემთხვევაში შევანაძე არავის არ დაუჟია, იქაც რაღაცები დაალაგა, აქაც დაალაგა რაღაცები, ანუ სისტემა კი შეეწირა როგორც ასეთი, მაგრამ ამ სისტემის ასე ვთქვათ, ეს ამ სისტემის მთავარი ელემენტები დარჩა. რომელი იყო ეს ელემენტები? მაგალითად საერთაშორისო პოლიტიკა, შიდა პოლიტიკა, რაღაცები დარჩა, ხო? რა თქმა უნდა, კორუფცია ეს უკვე იდის ეგ ეპატაჟნიკოვის თემა იყო და მაგიტო შემოვიდა და მიშას თემიდან, მიშას ლოგიკიდან. მაგრამ დღევანდელობაში რომ გადმოვიდეთ რომელი კითხვას დასვი. დღეს ხედავთ რომ ეგუ არის უფრო ძლიერი
და საშიში ტენდენცია შეიძლება ის იყოს, რომ ეს ეგო ისე არ გაძლიერდეს, რომ ცნობიერს იდინდე დაუწყოს, ასე ვთქვათ, შეტევა. გეხსნით, კონსერვატიზმს ჩვევია ეგეთი რაღაცა, მით უმეტეს როცა დღეს ეკლექტურია მთელი მსოფლიო, ხო? ხედავთ, რომ ყველგან ერთგვარად ეს ავტორიტარული რაღაცები ჩდება დაუშვათ სადღაც. და ამ ეგომ, რომელიც ძლიერდება საქართველოში და კონსერვატორულია და სწორად რაღაცებს სწორად იკვეთება, ხო, დაუშვათ. მაგრამ ამ ეგომ არ უნდა დადგრუნულია დაუშვათ იდი. ხედავთ ამას, რომ დღითი დღე ეს იდი თავის ადგილზე ჯდება. მაგრამ იდევნება. ანუ ეს აგრესიული ეს რაღაცა ტანატოსის ეგრეთ წოდებული თემები იდევნება, ხო? ამის მაგალითია ზუსტად ეხლა თუ არ ჩავ ვიღაცა შეიძლება შეგვეკამათოს და თქვას რომ აგერ რაც ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში არ არის ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური კლასი არ იმჩნევს ამას. ცხოვრობს აგრძელებს. აბსოლუტურად. არის თუ არა, ხო, ეს სუპერეგო, რა თქმა უნდა, სუპერეგო ძლიერდება, მაგრამ იქმნება თუ არა საფრთხე კითხვა რო დავსვათ. რომ მაგალითად ამ სუპერეგომ ვეღარ რაც ჩვევიათ, ხო, თან სისტემაცგან სოფლიო სისტემა გაძლევს ამის შესაძლებლობას დღეს რო შევხედოთ, ხო? შეიძლება თუ არა ეს სუპერეგო ისე განვითარდეს, რომ მსგავსი გახდეს დაუშვათ გამსახურდიას რაღაცისა. დაუშვათ, ხო? ამ სუპერეგომ შეიძლება ყველაფერი ჩამოიყიდოს თავის თავზე. მაშინ როცა ეს ვალდებულება ცნობიერებას აქვს, მათ შორის შეიძლება ჩამოიყიდოს ცნობიერი ეგოს ნაწილიც. გამსახურდიას ძირითადად მომენტი იყო ის, რომ აი სუპერეგო კვლავ ჩვეულებრივ ენაზე თქვა კულტურა. ქართულ კულტურაზე იმდენად იყვნენ კონცენტრირებული, რომ ეგონათ რომ აი ეს ქართული კულტურა პოლიტიკაში გადაარჩენა სუპერეგო, ისე დიდსულოვანი ვეფხვისტყაოსნის ტექსტები, მორალი და ასე შემდეგ, შემოტანით რაღაცა ეს პოლიტიკაში იქნებოდა მათი რაღაც თავდაცვითი მექანიზმები. მაგრამ არ აღმოჩნდათ პრინციპში იდმა, სრულებმა რომ პრივატიზაცია ქონება და მოიპოვოთ, ყველაფერი გავაკეთოთ და ისა. ეს 70 წლიანი შეიძლება ეს სუპერეგოს ასეთი უეცარი, ასე ვთქვათ, გაფსიხება, შეიძლება ვთქვათ, ეს შეიძლება 70 წლიანი სისტემის შედეგი იყოს, რატომ? იმიტომ რომ მაშინ არ იყო ეს სუპერეგოს თემები რა. იდით თლიანად დადგმული იყო ამ. იდით თლიანად დადგმული იყო. მათ შორის სუპერეგოს ახლა შენ რო ქართველი ხარ, კი ბატონო, მაგრამ შენ გვერდში რო დაუშვათ იეზიდია და ვიღაცა, ისიც შენიანია დაუშვათ და ეს უეცარი გაფსიხება ზუსტად ამან, ასე ვთქვათ, ამას შეუწყო ხელი, შეიძლება ვთქვათ. ხო, მაგრამ მაინც ესე იგი, აი თანამედროვე პოლიტიკური სისტემა არ ახდენს მაგ სუპერეგოზე ესეთ იმედების დამყარებას მაინც. რაზე ახდენს? აი ხა იმ სქემაში რა სქემას აღწერეთ რა, მაინც ეგო არის, რომელიც აი რაღაც კრიზისულ მომენტებში რაღაც გამოსავალს ყოველთვის პოულობს. ძალიან კარგი. შემოჯამებას რა. კი, სწორი დაკვირვება. მაშინ მოდი ესეთ კითხვა დავსვათ. იყო თუ არა მაგალითად ეს თუნდაც 2020 წლამდე. მაშინდელი სიტუაცია როგორ არის? 2020 წლამდე. 2020 წლამდე, ხო, ნუ ის კანონები, რა კანონების დღეს ხას გვიშლის, ის პროცესები რაც დღეს ხას გვიშლის. პრინციპში აი 20 წლამდე იყო რაღაც მხრივ სააკაშვილის ნუ ნაკლები, მოდი რა ვქეთ, იდის შესუსტებული იდით გაგრძელება. კი. შესუსტებული იდი იყო ეს პერიოდი. აგრძელებდა მაინც თავის როლს, კი ბატონო. აბსოლუტურად. ანუ ჯერ დღეს თავხდებდით იმაზე, რომ დაუშვათ რაღაცა ეგოს თემები, მარეგულირებელი სისტემები ნელ-ნელა შენდება, ხო? და ერთსაც დავამატებ და შეგვიძლია ასე ვთქვათ, გავჩნდეთ მე და თქვენ შეგვიძლიათ კითხვას დასვათ. ანუ სად არის ამ შემთხვევაში პოლიტიკური სპექტრი, რომელიც დღეს არსებობს, ოპოზიციას გულისხმობ. რომელიც შეგვიძლია მივაკუთვნოთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემა აქ. რომელიც შეგვიძლია მივაკუთვნოთ ძალიან მარტივად რო ვთქვათ. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი იდის შეგვიძლია მივაკუთვნოთ. თავისი არქაულობით, რა თქმა უნდა შეგვიძლია. სუპერეგო როგორია მასში? ოპოზიციაში. სუპერეგო პრეზენტირებული, მაგრამ ხო. პრეზენტირებული, მაგრამ პროპაგანდისტული. პროპაგანდისტული. აბსოლუტურად, ხო? რაც იდის, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა, ეგრეთ წოდებული იდის მხარდაჭერა ამ სუპერეგოს დანიშნულებას და როლს ამცირებს, ხო? აქვეითებს. არის თუ არა მასში ცნობიერება ეგოს ნაწილი, რომელმაც იცის, რომ მაგალითად ისეთი რამე არ უნდა გაუკეთოს თავის ქვეყანას, რომელიც მისთვის არ არის, რომელიც არავის არ გამოადგება. ეს არის ამ შემთხვევაში ცნობიერის ეგოს ლოგიკა. რომ მაგალითად არ გავაკეთო ისეთი რამ, მაგალითად არ მივწერო ბრიუსელში რაღაცას, მოდი დაანგრიე
დაუწესე რაღაცა. არ არის. არ არის რა თქმა უნდა. ესე იგი რა გვჩება ხელში? დასუსტებული აბსოლუტურად გამქრალი ეგოცნობიერება ოპოზიციის ლოგიკით, აბსოლუტურად პროპაგანდისტირებული არის, მაგრამ პროპაგანდის აი მაგალითად შენ ეხლა რა მივდივართ ამ კანონის მივდივართ სადღაც. აი ახლა შენ ამას დასავლეთს უპირისპირდი, ხო, დასავლეთს უპირისპირდი, რა თქმა უნდა. ეს არის პროპაგანდისტირებული ეგო, სუპერეგო. და რა თქმა უნდა იდის მთელი ელემენტები. შეიძლება ვთქვათ, თუ არა ასე ვთქვათ, თუ არა გაგვიბრაზდებიან ლოგიკა ეს არის. რეალობა ეს არის და შეფასება ფსიქოლოგიურად ამ პოლიტიკური ეკლექტურობის საქართველოში რაც არის თავისი ყველაფრით შეიძლება 30 წლეული. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ კი ერთ ხარეს არის უკვე ყალიბდება მეტნაკლებად რაღაც ზომიერი ან ძლიერი მეტნაკლებად ეგო იმისთვის რომ ეს ეგო დაამარცხო, მეორე ეგოა საჭირო. რაღაცა მხრივ, ხო? და ვინ არის ეს მეორე? ან ის იმ ეგომ შიდა ეს უნდა განიცადოს ჩამოშლა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ხო ვთქვით ვინ არის ამის თავარი წყარო? აი ფსიქოლოგიაში ორი წყარო შეიძლება არსებობდეს ამის. ერთი ეს არის თვითონ ფსიქიკა, ფსიქოლოგიურად რო ახსნათ, როგორ რეგულირდება. ფსიქიკა, რა არის ფსიქიკა? ფსიქიკა არის ყველაფერი, იცის ყველაფერი, აკეთებს ყველაფერს, მოქმედებს, რაც ანუ ყველაფრის დამტევია თავის თავში. მაგრამ სინამდვილეში არაფრის გამკეთებელი არ არის. მაგალითად რა გულისხმობ? აი მაგალითად თქვენ თუ ეხა ოთახში შემოხვალთ, აქ 10 კაცი რო იჯდეს და ჩუმად იყოს, თუ სიბნელია ვერაფერს ვერ დაინახავ. მაგრამ შენ იცი რომ აქ ხალხია, გიაგირეკეს რომ აქ ხალხია. საძის როგორც ის აშვებიან ეს ხო არ იცი? წიგნები იცი სადებს შენი მაგი და ყველაფერი იცი. ჩათვლებს ფსიქიკა ხარ. მაგრამ რა არის იმის თავარი მიზეზი რომ შენ ეს ყველაფერი გააცნობიერო? უნდა დააჭირო ამ შუქს ანთო ხო? ვინ უნდა გააკეთოს ეს? ამ შემთხვევაში ეს უნდა გააკეთოს ან სუპერეგომ თავისი ძალით, ან უნდა გააკეთოს ცნობიერებმა. უფრო ხშირად ცნობიერება, იმიტომ მისი მოვალეობაა პირდაპირ. რომ შენ გაგაცნობიეროს. სუპერეგომ ამ შემთხვევაში თუ ვიღაცა მოვა მესია, რა თქმა უნდა, კი. მაშინ ესე გამოხდება, თუ არა და შიდა ეს იქნება, კი. თუ არა და ესე. ვინ არის ამ შემთხვევაში ადამიანურად პოლიტიკაში რო გადმოვიყვანოთ? საზოგადოება და ვის ჭირდება საზოგადოება, რომელიც ასე ვთქვათ, ცნობიერებს ეგოს, რომელიც ანუ ეგო, სუპერეგო და იდი პოლიტიკური გაგებით ამ შემთხვევაში თავის მოვალეობას ასრულებს. ისევე როგორც წესით და კანონით ბალანსი უნდა შეანარჩუნებინოს ამ სისტემებმა ფსიქიკას, რომ წონასწორობა იყოს დაცული. რით? ანუ ამ კონსენსუსით, ურთიერთკონსენსუსით. ეს კეთება მაშინ, როცა ასე ვთქვათ, სისტემა მუშაობს. წინამორბედ შემთხვევაში არაფერი არ მუშაობს. ცალკე და დაშლილად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ მაყურებლებსაც და თქვენს. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს გადაცემა, იმისთვის რომ ჩვენ ვიყოთ უფრო გაცნობიერებული საზოგადოება, უნდა ვიცოდეთ თუ რა პოლიტიკური манипуляციის მსხვერპლი ვართ. როგორია ზოგადად ფსიქიკა, როგორ არის მოწყობილი ფსიქიკა. ზოგადად გონია რომ სკოლაში ფსიქოლოგია უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა იყოს შეტანილი როგორც საგანი. იმისთვის რომ ადამიანები ვიყოთ უფრო დაცულები. სწორედ ამიტომ თქვენი მოსაზრებები საინტერესო იქნება, დაწერეთ კომენტარები, ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე, დავიწყოთ გაცნობიერება ზოგადად ამ საკითხის, ფსიქოლოგიის, манипуляციის და ფსიქიკის სტრუქტურის, რაც თავარია, იმიტომ რომ თუ ჩვენ ამას გავაცნობიერებთ, უფრო ნათელი იქნება მთელი რიგი სოციალური მოვლენები, სოციალური რეალობა, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება. მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრამდე.